დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული აქციების მონაწილე 8 დემონსტრანტის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ ხდომაზე დაცვის მხარის ორი მოწმე ზვიად ცეცხლაძის მეგობარი ანა პეტროსიანი და დავით კაკალაშვილი დაიკითხა. ანა პეტროსიანის ზვიად ცეცხლაძის დაკავება შეესწრო. მისი თქმით, დაკავებისას პოლიციელები არ გაეცნენ ზვიად ცეცხლაძეს, არ წარუდგინეს დაკავების შესახებ განჩინება, ხოლო სიტყვერად უთხრეს და წაიყვანეს. როგორც პროცესზე გაირკვა, პოლიციამ ანა პეტროსიანის ტელეფონიც წაიღო, რომელიც ზვიად ცეცხლაძეს დაკავებისას ხელში ეკავა. მოწმის თქმით, ტელეფონს ძებნის ფუნქცია ჩაურთო და მისი გადაადგილების დაკვირვებისას ნახა, რომ ბოლოს ტელეფონი ზვიად ცეცხლაძის სახლში ჩაირთო. ბრალდების მხარის მიერ კითხვების დასმისას პეტროსიანმა თქვა, რომ მოგვიანებით 2024 წლის 6 დეკემბერს ადვოკატმა ტელეფონი დაუბრუნა, თუმცა ვინ გადასცა ადვოკატს არ იცის. ანა პეტროსიანის შემდეგ მეორე მოწმე დავით კაკალაშვილი დაიკითხა. ის 28 ნოემბერს კადრებს იღებდა, როცა დაინახა თუ როგორ ისროდა აქციაზე მყოფი ნიკოლოზ ჯავახიშვილი პიროტექნიკას. მისივე განმარტებით ჯავახიშვილი ფეიერვერკს ჰაერში ისროდა და არა ვინმეს მიმართულებით. პროკურორმა მოწმეს რამდენჯერმე შეეკითხა, თუ რა მიმართულებით ეჭირა ჯავახიშვილს პიროტექნიკა. საპასუხოდ დავით კაკალაშვილმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ფეიერვერკით საში აფეთქდა. დაკავებული 8 დემონსტრანტიდან 3-ს ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან 5-ს გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსა ფალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. საქმეს მოსამართლედ თამარ მჭედლიშვილი განიხილავს.